დღეს ალიარიაზე მინდა გესაუბროთ. ლათინურად მას ლამაზი სახელი ალიარია პეტიოლატა ქვია და ქალაქში თუ სოფელში, ტყეებსა და პარკებში თითქმის ყველგან, ყოველ ნაბიჯზე გვხვდებათ, ჯანმრთელობისთვის აურაცხელ სარგებელს გთავაზობთ, მაგრამ ამის შესახებ ძნელად თუ ვინმე მიცის. არა და მის გამოყენებასაც ბევრი არაფერი ცოდნა ჭირდება. ამ გემრიელი მცენარის მხოლოდ მოკრეფა და უმად მისი მირთმევა უკვე აურაცხელ სარგებელს მოგიტანდათ, თუმცა მოგვიანებით ჩვეულებისამებრ რეცეპტებსაც შემოგთავაზებთ. თუ რატომ მიეცა ის დავიწყებას ძნელი სათქმელია, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამაში წვლილი ნივრის გავრცელებას მიუძღვის. ალიარიას ხომ ნივრის გემო აქვს, თუმცა კი უფრო ნაზი, ხოლო ნიორი არა მარტო უფრო მძაფრი გემოსია, უფრო ადვილად ინახება. თანაც თანამედროვე ადამიანის ყურადღება ხშირად ხმაურიან, სწრაფმოქმედ და ზოგჯერ ერთი პრობლემის მომგვარებელ, სამაგიეროდ კი 1000 ახალი პრობლემის შემქმნელ მედიკამენტებზეა მიპყრობილი. თუმცა სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში ადამიანები უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ ბუნებისგან ბოძებულ საგანძურს. და ეს სწორიცაა, განსაკუთრებით დღევანდელ პირობებში უამრავი მიზეზის გამო ჯობს ბევრი რამე ისევ დედა ბუნებისგან ავიღოთ. ამ უკანასკნელის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია სწორედ ალიარია. მაშა ასე ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ნაზი, ლამაზი, გემრიელი და უაღრესად სასარგებლო მცენარე, თუმცა სანამ ამაზე გადავალთ, საინტერესო ფაქტია, რომ არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენა, რომ ჯერ კიდე 6000 წლის წინ, ნეოლითის ხანაში ალიარიას უკვე სანელებლად მოიხმარდნენ. ეს განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან იმ დროს ძირითადად ხორცს და თევზს მიირთმევდნენ და ალიარია ალბათ გემოს დახვეწას ემსახურებოდა. მომდევნო საინტერესო ამბავი ის არის, რომ შუა საუკუნეების ხალხურ მედიცინაში ეს მცენარე არა მარტო ასთმის, ხველის, ჭიების და სისხლის გასაწმენდად ან ჭრილობებისა და ანთებების დროს გამოიყენებოდა. არამედ ძლიერი სუნის გამო მას ნივრის მაგივრად ბოროტის სულებისგან თავის დასაცავადაც იყენებდნენ. ბოროტის სულების არა მოგახსენოთ, მაგრამ ალიარიას მართლაც შთამბეჭდავი სასარგებლო თვისებები აქვს. მისი ხშირი მოხმარებით ის თანდათანობით გაგისუფთავებთ და გააძლიერებს ორგანიზმს. ის ორგანიზმში ფარულად მიმდინარე ანთებებს აცხრობს, კუჭნაწლავის ფუნქციას აწესრიგებს, ნახველს ხსნის და იმუნურ სისტემას აძლიერებს. კარგ სამსახურს გაგიწევთ ორგანიზმში პარაზიტების ინვაზიის დროსაც. გააჩნია ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედება, ამსუბუქებს ასთმისა და ბრონქიტის სიმპტომებს. გარდა იმუნიტეტისთვის აგრერიგად ძვირფასი C ვიტამინისა, ის მრავალი მეტაბოლური პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დიდი რაოდენობით A ვიტამინს შეიცავს. გარდა ამისა, ის მდიდარია საპონინებით, რომლებსაც ამოსახულებელი ეფექტი აქვს ეთერზეთებით და მდოგვის ზეთის გლიკოზიდებით. სწორედ ეს ეთერზეთები და მდოგვის ზეთის გლიკოზიდები აძლევენ ამ მცენარეს ნივრის მსგავს სურნელს. საკმარისია მისი ფოთლები თითებს შორის მოსრისოთ და მაშინვე იგრძნობთ მის დამახასიათებელ სუნს. აი ალიარიის სასარგებლო თვისებების მოკლე ჩამონათვალი. აკრობს ანთებით პროცესებს, არის ანტიბაქტერიული, გეხმარებათ ჭრილობის შეხორცებაში, არის შარდმდენი, ორგანიზმის გამწმენდი, სისხლის გამწმენდი, აძლიერებს კუჭნაწლავის მოქმედებას, ამაგრებს ღრწილებს. გამოიყენება ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის, სასუნთქი გზების დაავადებების, მაგალითად ასთმის და ბრონქიტის დროს, კანის ანთებებისა და მწერების ნაკბენის დროს. ალიარიის მოწევა ღრმა ზამთრის გარდა, თითქმის მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ. მისი არასტაბილური ეთერზეთების გამო უმჯობესია მისი ყვავილები, ყლორტები, ღეროები თუ ფოთლები ნედლადვე გამოიყენოთ, რადგან გაშრობისას მისი არომატი ძალიან სწრაფად ორთქლდება. მცენარეების სხვადასხვა ნაწილები სეზონის მიხედვით გამოიყენება. ფოთლები აპრილიდან ივნისამდე გროვდება და ნივრის გემო და სუნი აქვს, მხოლოდ ნაკლებად მძაფრი. მისი გემო და სუნიც ისე დიდხანს არ მიგვხვდებათ, როგორც ეს ნივრის შემთხვევაში ხდება. ამიტომ ალიარია ნივრის ნაზი და კარგი ალტერნატივაა. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ თუ მისი ცხელ კერძებში ნივრის მაგივრად გამოყენება გადაწყვიტეთ, ჯობს მხოლოდ სუფრასთან მიტანამდე ცოტა ხნით ადრე დაუმატოთ, რადგან გაცხელებისას ნივრის არომატი ქრება. აპრილიდან აგვისტომდე ეს მცენარე დაბოლოებებზე ყვავილებს იკეთებს, რომლებიც ბროკოლის ყვავილებს მოგაგონებთ. ღია თეთრი ყვავილები ასევე გემრიელი და სასარგებლოა და შეგიძლიათ მიირთვათ. მოგვიანებით კი მოუმწიფებელი, მწვანე და ვიწრო თესლის პარკები შეიძლება 8 სანტიმეტრის სიგრძემდე გაიზარდონ. ისინი შეიძლება ბევრ კერძში მთლიანად ან პატარა ნაჭრებად დაჭრილი გამოყენებული იქნას როგორც ცხარე სანელებელი. მათი პოვნა უკვე მაისიდანაც შეიძლება. დამწიფების შემდეგ მათ მუქი ყავისფერი მოშაო პატარა თესლები უჩნდება, რომლებსაც პარკები რომ გაიხსნება მერე დაინახავთ. ეს თელსები ცხარეა და ის ისტორიულად ღარიბი კაცის წიწაკად იყო ცნობილი, რადგან ნამდვილი წიწაკა საკმაოდ მცირად ღირებული საქონელი იყო.
ძმართან და მარილთან ერთად დაჭყლეტილი, ისინი შეიძლება მდოგვის მსგავსი გემრიელი პასტის დასამზადებლად იქნას გამოყენებული. და ბოლოს რაც ფესვებს შეეხება შემოდგომაზე მოიწიეთ. ისინი გემოთიპირ შუშხას მოგაგონებთ და წვრილად გახეხილი ან ფერმენტირებული ძალიან გემრიელია. ეხლა კი რეცეპტებზე გადავიდეთ. ალიარიას ძმარი. აქვს სისხლის გამწმენდი და გამაჯანსაღებელი ეფექტი. ამ მიზნით, მთელი მცენარე ფესვთან ერთად ყვავილობამდე ცოტა ხნით ადრე ამოიღეთ და კარგად გაწმინდეთ. თუ დაგიგვიანდათ და მას უკვე ყვავილები აქვს, ისინი მოაშორეთ, არ შეაყოლოთ. მთელი მცენარე ქილაში მოათავსეთ და ვაშლის ძმრით დაფარეთ. გააჩერეთ 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ კი გაწურეთ. როგორც სამკურნალო საშუალება, 4 ჩაის კოვზი ძმარი დღეში 3-ჯერ ჩიქა წყალში გარეული მიიღეთ. ალიარიას ჩაი. სასუნთქი გზების, ანთებებისა და საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ. 2 ჩაის კოვზ ნედლ ფოთლებს 250 მლ ცხელი წყალი დაასხით. დააფარეთ, 5 წუთის განმავლობაში გააჩერეთ და შემდეგ გაწურეთ. დღეში 2-3 ჩიქა მიირთვით. მიიღეთ ასევე ყელის ტკივილის დროს, შარდის ბუშტის ანთების დროს, ბრონქიტის და სინუსიტის დროს. ეს არ არის გემრიელი ჩაი და მისი გემონივრის, წყლის და მდოგვის ნარევს მოგაგონებთ, მაგრამ ცუცუნს არ ტოვებს. ალიარიას წვეთები. დაგჭირდებათ 100 გრამი ნედლი ალიარია, 200 მლ მინიმუმ 40%-იანი არაყი. დაჭერით ნედლი ალიარია და ქილაში მოათავსეთ, არაყი დაასხით, სანამ ყველა ნაწილი არ დაიფარება. ნარევი 2-დან 6 კვირის მანძილზე გააჩერეთ. დრო და დრო შეანჯღრიეთ. შემდეგ გადაწურეთ და მზა ნაყენი მუქ ფლაკონებში გადაასხით. ნაყენი შეიძლება ჩაის შემცვლელად, მაგალითად, დღეში 3-ჯერ საჭიროების დამიხედვით 10-დან 50 წვეთამდე მიიღეთ. თავისი ანტიბაქტერიული და სადეზინფექციო თვისებების გამო ალიარია მწერების ნაკბენის ან ჩირქოვანი ჭრილობების დროსაც გამოგადგებათ. საამისოდ ალიარიას ფოთლები დაჭყლიტეთ და ფაფა ნაკბენზე ან ჭრილობაზე დაიდეთ. ზემოდან ქსოვილით დააფიქსირეთ და 30 წუთი გააჩერეთ. დღეში რამდენიმეჯერ გააახლეთ. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ. შენ მართლა გჯერა, რომ დღეს ვეღარავის ვეღარაფრით გააოცებ. ცდები, იმიტომ რომ შენ ჩვენ არ გვიცნობ. მოდი, გაგვიცანი. ჩვენთან ერთად სასწაულებს მოახდენ. გინდა შენი სურათი ავალაპარაკოთ. თუ გაინტერესებს რად გინდა, ნახერეების გაკეთება შეგიძლია. გაუკეთე რეკლამა შენს ბიზნეს ონლაინ პლატფორმებზე. გააკეთე შენი პროექტის თუ ბიზნეს იდეის შთამბეჭდავი ონლაინ პრეზენტაცია. დაურთე შენს ონლაინ რეზიუმეს და ამით დააინტერესე შენი პოტენციური დამსაქმებელი. გააოცე და გაახალისე მეგობრები. უბრალოდ გაიცინე. გახსოვს ეს სურათი, ალბათ კი, მაგრამ ასეთი ნამდვილად არ გემახსოვრება. გადავწყვიტე ის დღე ასე გამეცოცხლებინა. გამოგვიგზავნე სურათი. ახალი სიცოცხლე ჩაუბეროთ წარსულს. სურათი ილაპარაკებს იმას, რასაც თქვენ მოგწერთ რომ თქვას. იმ ენაზე ილაპარაკებს, რა ენაზეც თქვენ გინდათ. იმდენს ილაპარაკებს, რამდენსაც გადაუხდით. შესაკვეთად მითითებულ ემაილზე გამოგვიგზავნე სასურველი ფოტო, მოგწერე სასურველი ტექსტი, რა ენაზეც გინდა ან აუდიო ფაილი დაურთე. ჩვენ მაქსიმუმ 24 საათში გავამზადებთ და ემაილით გაცნობებთ. ამის შემდეგ იხდით თანხას და ღებულობ მოლაპარაკე სურათს.